გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დავბრუნდი ისევ შემდეგი ვიდეოთი. მოკლედ დღევანდელ ვიდეოში გამოვედით ბუნებაში და გაიხსნა 24 საათიანი ვიდეოების მოკლედ სერიები დაიწყო. აგერ ჩამოვედით, ვიპოვეთ ერთი ადგილი შევარჩიეთ მოკლედ შედარებით ნორმალური მეგობრებთან ერთად ვარ. უნდა დავრჩეთ მთელი ღამე მოკლედ და რა ვიცი, კაი დრო უნდა გავატაროთ, შემოგთავაზებთ საინტერესო ვიდეოს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები. ეს გახლავთ მეგობრებო, ალგეთის წყალსაცავი, ახლა ტყეში ვართ, მე რქავითაც ჩავალ და გაჩვენებთ. აი ესეთი ადგილი შევარჩიეთ, აი გაიშლება კარვები, ეს ჩვენი ძმა ბექა. წინა ვიდეოში 24 საათიან ვიდეოში ერთად ვიყავით. 4 კარავი უნდა გაიშალოს მოკლედ აი აქ. რა ვიცი, ხადანარჩენი რა უნდა გავაკეთოთ დღეს. კიდევ ვითევზავებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვითევზავებთ. თევზს დავიჭერთ თუ არა, მაგას ვნახავთ. აი ეს არის ჩვენი ინვენტარი, კარვები, შოთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს წყალი. ჩვენი სკამეიკა. ნელ-ნელა ეხა დავლაგდებით, ავაწყობთ. ერთ სიტყვით კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს, სასიამოვნო ყოველ შემთხვევაში და რა ვიცი, ჩაუჯექით და უყურეთ მოკლედ, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. დეტალებს რავი, რასაც გავაკეთებთ, ყველაფერს გადავიღებთ მოკლედ. ეს ინვენტარის ნაწილია. ხო რა, ნაწილია ეს. კიდევ ბევრი რაღაცა გვაქვს და პირველი ხარ რასაც გავაკეთებ მოკლედ წყალი დაგჭირდება მთელი დღე და ღამე, ამიტომ თოკი მაგ წამოღებული ხეზე ჩამოვკიდებ, რომ ხელები დაიბანო და სისუფთავე გქონდეს. ასე გადავა ხო ხა ხეზე. ეს დანა მეგობრებო, შავხანის ნაწარმოებიდანა. ლინკს დავტოვებ აღწერაში, გადადით. ნახეთ, ძალიან კარგი პროდუქცია აქვს და შეგიძლიათ შეიძინოთ მოკლედ ძალიან კარგი დანები აქვს. ასე, მოდი ორ ცალიანს გავაკეთებ, რომ ყარად იყოს და არ ჩამოგვიწყდეს. თუ ჩამოწყდა შეიძლება გაიხეს და გაგვიფუჭდეს მოკლედ, არ გვაწყობს ეგ. აი ასე. ძალიან კარგი ადგილია მეგობრებო, ლამაზი ადგილია. დიდი ხანი ვეძებეთ სხვათა შორის კემპინგისთვისაც და სათევზაოთაც. ეს შესაბამისი რო ყოფილიყო დამებაენა და გადავწყვიტეთ მოკლედ და ვნახეთ ესეთი ადგილი რა, ეხა ნორმალურია, ცუდი არ არის. წესით უნდა გაუძლოს. ობობაც გვესტუმრა. აი ესეთი გამოვიდა, ნორმალურია. აქედან წყალი ეშვება ესე. დაიბან, დაკეტავ. აი რაღაცაა მოკლედ. ეს ჩინური საიტიდან გამოვიწერეთ იმოდან და კარგად მადგება. აი მეგობრებო, ჩვენი პრობლემა რაც არის ნაგავი. მოვედით ახლა და ნაგავი ასე თუ ისე ყრია მაინც და ძალიან ცუდი. ახლა ჩვენ როცა წავალთ აქედან რაც იქნება მეგობრებო, გავაყოლებ ყველაფერს, დავასუფთავებთ აქაურობას. ანუ აი წარმოიდგინეთ, მიუსვლელი ადგილია შედარებით, მაგრამ აქაც დანაგვიანებულია და რავი, ძალიან ცუდია მოკლედ და არ დავყაროთ ხოლმე ნაგავი, ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად, რომ რასაც მივირთმევთ, სადაც ვიქეიფებთ, ამ შემდეგ წავიყოლოთ ყველაფერი. ეხლა ჩამოვკიდებ ჰამაკს. ჰამაკიც კარგია, რომ წამოწვევი გესიამოვნება და დასვენება კარგია ჰამაკში. ყარია. ავი თევზაობასაც, ეგრე თევზაობენ ბიჭები ხა. 3 კაცი ვართ ჯერჯერობით. ერთს კიდე ველოდებით საღამოს მოვა. ჩაყრილი აქვს თამკესები. დაიწყეს უკვე პროცესი. მე აქ ჩემთვის ფუსფუსებ ვამზადებ ადგილს, რომ მთელი დღე გავატაროთ სასიამოვნოდ. ასე. ერთ მხარეს აკლია, თოკი. სამწუხაროდ აკლია, მაგრამ რამეს მოუფიქრებ. არ არის პრობლემა მაგაზე. ტოტი მოტყდა. ერთი მხარე კარგია. ცოტა ხო არ დავამოკლო მეთქი, მაგას ვფიქრობ. ნახოთ. ჩამოვკიდოთ. ისე ესეც კარგია, ამაში საძილე ტომარა შეგიძლია ჩადო. და შეგნით დაიძინო პირდაპირ. დამოკლება უნდა აშკარად.
ცოტას დავამოკლებ. Yes. მეორე მხარე არ მაქვს სამწუხაროდ, არ ვიცი სად წავიღე, რაში გამოვიყენე, არ ვიცი. ამიტომ მეორე მხარეს აი ესეთი თოკი მაქვს წამოღებული. და ამას მოვჭრი. გამოგვატანეს. ცოტას მოვტეხავ რა. ამაკირო ჩამოვკიდოთ. აი თოკია მყარია. 4 ფენად გავაკეთებ აი ესე. შვენიერი გამოვა. ამაში გავატაროთ ახლა. ასე. ამაკიც გამზადებულია. ხო უნდა გაიტესტოს არა, გავტესტოთ აბა. თუ გაწყდა ეგრევე. ბიჭო. ეს რა არის? Perfecto. ვახში. ცოტა ჩამოიწია თავის ზომაზე დადგა. თუ დავეცით არა უშავს კაც. განაობითაც იდეალურია რა. ცოტა კი ჩამოიწიეთ, მაგრამ თავის ზომაზე დადგა მოკლედ. კაია. შვენიერია. ამას ეს ბადე ეხსნება, რომ წერებისგან დაგიცვას. ამაში ჩაწვევი შიგნით გადაიფარებ ბადეს. ამაში კიდე თოკი მიდის, აი ესე იშლება მოკლედ და ზევით გააბავ და ძალიან კაია. ჩავალ ქვევით ნახავ ბიჭებს, ჩემანკესაც წავიღებ და ჩავაგდებ. აჰა, ერთი ეს რომელია სპინინგი არ არის, ხო? ეგ ისა. სპინინგია? ხო, ერთი სპინინგის ანკესი მოკლედ გამზადებულია. ჩემი ანკესი სად არის? აი, ჩემი ანკესი მეცა. ჩემი ანკესი ახალი 3 და 60-ია სიგრძე, სხვა დანარჩენი ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი. აგერ პროფესიონალი ხალხი დამეხმარება მოკლედ თევზაობაში რა. აი ეს არის მეგობრებო მოკლედ ალგეთის წყალსაცავი. ანუ საკემპინგოდ და სათევზაოდ კარგია, რამდენად მოდის არ ვიცი, მაგას გავიგებთ ახლა. თუმცა საკემპინგოდ ცოტა გაგვიჭირდა ადგილის პოვნა, იმიტომ რომ ნაპირები არ აქვს თითქმის არსად. ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ ესეთი ადგილია და იზევით გვაქვს კარვები გაშლილი და იქ უნდა ვიკემპინგოთ და მანძილის გამოვლა გიწევს მოკლედ და უნდა ჩახვიდე აი ესეთ ტალახიან ქვიან ადგილზე, რომ ანკესი გადააგდო. ნაპირით შედარებით მინძური იყო, ახლა გასუფთავდა ქარი ამოვიდა ცოტა და წაიღო ეს ტოტები და რაღაცეები და ძალიან კაია, მოკლედ ხელს არ შეგვიშლის. ჭიები აქვე გამოვაბა, ხო? ჭიები გამლა არის. всё, წავედი მაშინ ჩავალ მე. გამოვაბავ ჭიებს და გავუშვებ პირდაპირ წყალში. წამოვა, არ წამოვა და არაფერი მოკლედ რა. ზოგადად ალგეთი უფრო სპინინგისთვის არის, იმიტომ რომ ტაცებელია ძირითადად აქ. ამ ტივტივითაც ვწდით, სპინინგიც გვაქვს. აი იმიტომ ჯობია სპინინგი. ტივტივას რა ეს მატლების ის არ გიწევს რა ჭიების ჩამოცმა. მზად არის. ეგ არის. ცოტა ხანში ვნახავ მოკლედ. შევამოწმებ თუ რამე დაჯდა. დავიწყებ ახლა კარავის გაშლას, გავამზადებ გვარე ამისთვის. რომ მე არ დამჭირდეს მთელი პროცესები.
კარავიც გაიშალა 1, 2, მესამეც გაიშლება და მეოთხეც. ეს არის ჩემი კარავი, დღევანდელი ჩემი საძინებელი. ეხლა დავდოთ საძილე ტომა რა. ხალი ნივთია ჩემი. გასაბერი. ასე ვთქვათ, რომ მოისვენო. ეს გაიბერება წამოწვების ზედ. ძალიან კარგია, რბილია და კომფორტულად იქნება. ამას გავბერავ ეხლა. იმედია მალე გაიბერება და აია. ცერა წოლა ჯობია რა. სიგრძეში გაიქნება. ეხლა ქვევიდან გავუკეთებ ისევ ამას. ფოლგას პარალონი არ წამომიღია, ამიტომ ფოლგით თან კარავს დავიცავ, თან კიდევ არ შემომივა სიცივე. ესეც საძილე ტომა რა. პრეზენტის გაჭიმვის პროცესიც მიმდინარეობს, რომ ხვალე წვიმაა გამოცხადებული, მაინც დავიწყოთ თავი წინასწარ. დიდია ხო, კაი სიგრძე აქვს. ეს გადაწერი შუა რა. ესა ხო? ეგონი ვაფშე პირდაპირ არ იმას მიყვა. ხო. გინდა თოკი მოგცე? თუ ეყოფა? სიგანე სიგრძე ამერია. რა მშრალობა? როგორ არა? გძელი აქ უფრო გავამაგდებოდა და იქ ის რომ იმოდა. არ ეყოფა? თოკი დაუგზელოთ და ეგ არის რა. პროსტა შუაში ისე უნდა გავაკეთოთ რომ წყალი არ დაიგროვოს ხო? და ძალიან მაღალი ხო არა ეს? მაღალი ხო არაა ძა? დაბლა დავწიოთ? ცოტა ჯობია ხო, მაგრამ რატო ვიძახი? ცი ამას ვწევ მე ამ სიმაღლეზე დაბლა მიხვდი? დაქანებას ვკეთებ. всё, მაშინ ეგრე ჯობია, ხო, აღარ ვიწვალებ შუაში რა მიდადგმაზე. წავედი ერთ დაუფინო ეს და დავამთავრებ მეც კარავს. ეს ჩემი კარავი, ის ბეკას კარავი. всё, რა მზად არის თითქმის ყველაფერი, ეხა საჭმლის პროცესის დრო. კაი გამოვიდა რა გინდა მშვენიერი. არ ყოფნის თუ რა? როგორ არა, ხაწავ. ეგ მაღლა უნდა უწიო რომ გაგისწურდეს. ორ კომინდა პოსტა. კაი, იყო პაშტეტი მოგეწონა? ნახოთ და ესია ჭამა ვაფშე მაგარი იქნებოდა. და შუშის სამტროები კიდევ კაი გადავფრინეთ. მოსაღამოვდა მეგობრებო, ნელ-ნელა გავამზადეთ ცეცხლისთვის ადგილი. გარშემო მოვაცალეთ ფოთლები, რომ არ გადავიდეს ცეცხლი, იმიტომ რომ მთელი ღამე უნდა ენთოს.
ღმერთი ჩასულები ვიყავით, გადავაგდი ანკესი ბიჭების სპინინგით თევზაობდნენ, თუმცა არაფერი არ მოდის. ამოვედი ისევ, ეხლა ცოტა ხანი კიდე გავერთობით. მივირთმევთ და მერე ჩავალთ ისევ. დატოვებული მაქვს ანკესი, თუ რამე დაჯდა თუ არა და არც მაგაზე არ ვიდარდებ. აი ესე გამოიყურება ჩვენი საკემპინგო ადგილი, ცეცხლიქით. ორი კარავი აქეთ არის, ერთი აქ არის და ერთი აქ. ეს ჩემი კარავია. აქ მოვისვენებ ღამე. უნდა მივირთვათ ახლა, იმიტომ რომ მოგშივდა საღამოა მთელი დღე, რა ვიცი, ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ცოტა მივირთვით პაშტეტი და რაღაც ენერგეტიკული საჭმელი, რომ რაღაც ენერგია გქონოდა. ახლა უშუალოდ ყველაზე მთავარი კვება გველოდება სამწვადე. წინა ღამეს მიძახეს მას სასტუმრო აქვს და მოდიოდა და დიდი 7 საათი. მაგარიოშია ძმა, დაღოლად. ტაჯიკიური. ჩაასხიმიდი აბა. პირიდან გამოვუშვებ, ვიცით. დიდი ზომას გაქვს, ერთოც მე მოგიხდები. ერთოც მოგი, აი, ოღონდ ერთოთი უნდა იყოს. ყველას რო უკიდია, ხო იცი, გვერდებზე როა. გულზე მოხდება ძმა, და ეგ რო ფუ გავაკეთო, ჯეზლი დავყალაპავ. იცი რა უკანა მოუშვა. ანარ მე ნაცნობი გაიგეთ. აუ დაგვიფრთხო ძმა. იმენა დაგვიფრთხოჩი. არა დაქვი არიან ტყეში. არა, წამო რა ტურებისკენ გავიდეთ რა. აქეთ იყო დიდი მოთხოვნა. სად აბა? ბიჭო, ახლა ამათმა ხორცის კამერა ხო არ წამოვიღოთ დავტოვოთ ბარემ. რაზე? ღამის ხედვის კამერა, წამო დავტოვოთ. ეხლა დაუტოვებ. ვიდეო ხაფანგი მაქვს, სალა მაქვს წამოღებული, დაუტოვებ. და ღამე ვეცდები რომ დავაფიქსირო, მოკლედ ხმა იყო, გაიგებდით კადრში. აქვე არიან 20 მეტრში, 30 მეტრში ჩვენგან. და მოკლედ ვეცდები რომ დავაფიქსირო ტურები კადრში. რა წავიდეთ, მოკლედ დავმარხოთ, ბარიც მომაკ. ავდივარ ხა ტურებისკენ მივემართებით. აუ ის უნდა წამოგიღო იმის ფანარი უნდა წამოგიღო კარგად შოსანათებს. ავით ფაქტიურად არ აშაშე. აი ეს ახლა სულ წამოვა. უმალესო იყო თუ აქ არიყვნენ. ახლოში. თუ აქ ვიყავი. მოდი აი කොთამახოთ ხა. ხალები აი ხა. რომელ ხეზე გამოვა? ბაქხოლ გამოვა ვაფშე დაიქროვნა. შეიძლება კი. სუდივიცა. ფესვიანი მიწაა და მაგიტო. კი, მაგიდან მიიღო ნიახამ. გატესტია ერთი როგორ ჩანს. გატესტი ერთი როგორ ჩანს. კამერა? ხო. იცი კარგად უნდა გამოჩნდეს ესეც რა ვიცი, კუთხე. ოიქ არის დამარხული. დამარხული არის. აი ვაფშე ვერბრა. სურცე ჩანს. რა ისე დავობო? ჩქია რა ამოვიდეს ძმა. დავაფიქსიროთ. ჩავშტოთ. სივიწყებს.
დავდგები ხა მე და იქით დავავიქცევ მოძრაობას. ესე მოვტეხოთ არ გინდა. მე მგონი ზემოთ მაღალზე არის მაგ ცოტა. არა, კაი არის. მოდი ახლა ვნახოთ აბა. საკაიფო ჩანს არა? კი. მოკლედ მეგობრებო, შემოვედით. დავისვენებ დღეს. კარგი დღე იყო, ნორმალური დღე იყო. ხამისხეთის კამერა დატოვებულია, ვნახავ თვალ თუ რამეს დააფიქსირებს. მოკლედ შევხვდებით თვალ. ადებოდი პაშტეტი მაიცავ ჭამო. იმადაი, ვიდეო. აბა ბუნებაში 4 საათზე კაცეძინება, არა. ის რამის ღირსი არის? სალა ადგილზეა. კამერაც ადგილზეა. ამოთხრილი არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, გათენდა მეორე დღე. კაი ღამე იყო, საძილეტო, მაგრამ კარგად იმუშავა, სიცივე არ მიგძვნია. გუშინდელი დღეც ძალიან კარგი იყო, გავერთეთ. თევზაობით სიმართლე გითხრათ, არ გვითევზავია, რამოდენიმეჯერ ჩავინე ბიჭები, მაგრამ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ არ მოდიოდა თევზი. ეხლა ამოვიდი კამერასთან და ვნახო, მაგრამ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სალა რაც დავტოვეს ზედაპირულად, წაგებულიც არ არის. ამიტომ აზრი არ აქვს, არაფერი არ იქნებოდა კადრში. ვნახავ მაინც, მაგრამ თუ რამე იყო, ჩავსო. გონი კარგი ვიდეო გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მესიამონა გუშინდელი დღე და საღამო ბიჭები ვიყავით, გავერთეთ, ცოტა ვიქეიფეთ. ცოტა რაღაც ვისიამოვნეთ, ვილაპარაკეთ და ესეთი ვიდეოები ძალიან ხშირად იქნება, მოკლედ 24 საათიანი, მარტო წავალ ხოლმე და მეგობრებთან ერთადაც და გადავიღებ აუცილებლად. გამოიწერეთ მეგობრებო, არხი დაალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თუ კადრში ამიყო დავტოვებ, მაგრამ არ ამგონია, ამიტომ შემდეგ ვიდეო.